თქვენ გულისხმობთ ძლიერ საქართველოს მათ თქვენ რა კვლევებზეა საუბარი მე უბრალოდ მინდა გითხრა თქვენ და მინდა უთხრა ტელემაყურებელს რომ ძალიან მალე ჩვენი ორგანიზაცია დაიწყებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას დაახლოებით 3 კვირაში ჩვენ გვეცოდინება ეროვნული მასშტაბით გამოკითხვის შედეგები და ეს შედეგები იქნება საჯარო, ანუ ეს კვლევა ტარდება სწორედ გასაჯაროების განზრახვით, ან კვლევის შედეგები ვინ არიან ინიციატორები, პარტიები? არა, პარტიები არ არიან, არის სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთით ტარდება ეს კვლევა, ანუ ამ კვლევას არ ატარებენ პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად ჩვენ ორგანიზაციას მიეცემა უფლება ამ კვლევის შედეგების საჯარო გახადოს. როგორ ფიქრობთ, აი ამ კვლევის მიხედვით უნდა დაგეგმონ სტრატეგია პარტიებმა, თუ ეს უნდა იყოს რაღაც დამატებითი ინფორმაცია, ეს თქვათ პოლიტიკური სტრატეგიისთვის, თუ თქვენ თავად აი ფონდის ინტერესი რა არის ამ შემთხვევაში? არასამთავრობო ორგანიზაციების თქვენ დაკვირვება პროცესზე? მოდიახ, ფონდის ინტერესი არის რომ ასე ვთქვათ, გაიგოს საზოგადოებაში რა განწყობებია, რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, დიანა. საინტერესო შეკითხვა ყოველთვის დგას ხოლმე, როგორ უნდა მოვექცეთ კვლევის შედეგებს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს. მე აქ მაქვს ძალიან მარტივი ფორმულა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, უნდა გაითვალისწინოს ყველა სტეიქჰოლდერმა, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, იქნება ეს ხელისუფლება, იქნება ეს მედია, ნებისმიერი ინსტიტუცია, თუმცა გათვალისწინება არ ნიშნავს საზოგადოებრივი აზრის მიხედვით მოქმედებას. სავსებით შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში არსებული განწყობები გარკვეულ ღირებულებათა ან მიზანთა რეალიზაციის გზაზე იყოს არარელევანტური, მეტიც იყოს დამაბრკოლებელი. და მაშინ სხვადასხვა ინსტიტუტის ფუნქცია ისაა, რომ ეფექტიანი სტრატეგია, ეფექტიანი კომუნიკაცია იქონიოს საზოგადოებასთან, რათა იქ არსებული შესაძლოა არარელევანტური განწყობები შეცვალოს. ანუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ყოველთვის ამ შედეგების მიხედვით მოქმედება მიზანშეწონილია. არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის თემა არის თუ არა საკითხი? მით უმეტეს თვითმმართველობის არჩევნები არის შეიძლება ითქვას ახლოს ხალხთან რაღაც კონკრეტული პრობლემების ჭრილში, სადაც მათი აზრი უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკოსმა, თუ მათ მონაწილეობა უნდათ, თუ აი ამ პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში ისეთი მოცემულობაა, სადაც შეიძლება ეს აზრი არ იქნას გათვალისწინებული პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან, თუ მათ რაღაც რამე ალტერნატიული, ეფექტიანი გეგმა აქვთ, რომლის შესახებაც არ ვიცი, ალბათ გვეტყვიან უფრო მეც. იცით რა, ცხადია უნდა გაითვალისწინონ, თუ საზოგადოების განწყობა პოლიტიკური პარტიების და ამომრჩევლების ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით იქნება, ასე ვთქვათ, დადებითი, ამის გაუთვალისწინებლობა არაფრით არ შეიძლება. ოღონდ მე ვფიქრობ, პოლიტიკურმა ძალებმა და არა მხოლოდ პოლიტიკურმა ძალებმა, სხვადასხვა აქტორებმა, მედიამ მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ასევე საზოგადოებას უნდა აუხსნან არჩევნებში მონაწილეობა, რაც თავისთავად მაღალი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კულტურის ერთ-ერთი ინდიკატორია, მოიტანს თუ არა იმ შედეგს, რასაც ქვეყანაში, ასე ვთქვათ, დემოკრატიის განვითარება მოითხოვს. რისი თქმა მინდა, დიანა? არჩევნებში მონაწილეობას უпроსორად მონაწილეობის ეფექტურობას თუ ეფექტიანობას აქვს, ჩემი აზრით აქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა, რომელთა არ გათვალისწინება იქნება დამღუპველი იქნება იმ პროტესტისთვის, რომელიც დღეს საზოგადოებაში უწყვეტად მიდის დემოკრატიის განვითარებისთვის ქვეყანაში, ადამიანის უფლებებისთვის, ზოგადად ასე ვთქვათ, ინსტიტუციური განვითარებისთვის და ასე შემდეგ.
რა არის ეს მინიმალური პირობა? თითქოს ხელის გულზე დებს, მაგრამ არ ვიცი ამაზე რამდენად ბევრი ლაპარაკობ. ჯერ ერთი აუცილებელია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი პირველ რიგში მეინსტრიმულ ოპოზიციას გულისხმობ, რასაკვირველია, ანუ მეტნაკლებად გავლენიან ოპოზიციას, ისინი შეთანხმდნენ, რომ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ან არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ უნდა შეთანხმდეს ყველა და შევიდეს არჩევნებში, ან პირიქით, ასე ვთქვათ, ყველა უნდა შეთანხმდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ეს ერთი შეთანხმება. პირველი მთავარია, რომ გადაწყვეტილება იყოს ერთიანი. ხომ რაღაც რეზუმე. მთავარია, რომ გადაწყვეტილება იყოს ერთიანი. რატო ვამბობ დიან ამას? იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია იზოლირებული ხო არ არის, პოლიტიკური პარტიას გარკვეულ პოლიტიკურ წონას უქმნის ამომრჩეველი, მისი ამომრჩეველი. თუ პოლიტიკური პარტია არ წავიდა არჩევნებში, ეს დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ მისი ამომრჩეველიც არ წავა არჩევნებში. დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა არ წავა არჩევნებში. და ეხლა წარმოვიდგინოთ რა ვითარებაა, თუ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას კოალიცია ცვლილებებისთვის, როგორც ისინი აცხადებენ და მე მგონი საკმაოდ კატეგორიულად და ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეს ნიშნავს, რომ მათი ამომრჩეველი არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ ხმას ვერ მისცემს, რაც იმას ნიშნავს, და თავადაც იზრუნებენ ალბათ ამისთვის. ასე ჩანს. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნების შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება და ეს ლამის ასე ვთქვათ ოპოზიციური პარტიების დამარცხების ასე ვთქვათ გარანტია იქნება. ეს ერთი. მეორე აუცილებელი დათქმა კიდევ ერთი არის ის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პოლიტიკურმა პარტიამ არა მხოლოდ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, არამედ შეთანხმდნენ საერთო კანდიდატებზე. ყოველ შემთხვევაში იმ წერტილებში მაინც ან იმ ლოკაციებში მაინც სადაც ცნობილია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებითაც, საპარლამენტო არჩევნების შედეგებითაც, რომ ქართული ოცნების პოზიციები სუსტია. ეს არის ურბანული ცენტრები და პირველ რიგში თბილისი. კი ბატონო, ორი მთავარი შეთანხმება არის ნიშნავდა. მერობაზე და მაჟორიტარ კანდიდატებზე არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი ჰქონდეს. იცით რა, მე რასაც ორ პოზიციას ვერ ვეთანხმები კატეგორიულად. პირველი პოზიცია არის ის, რომ არაერთხელ მოგისმენიათ ალბათ თქვენც და საზოგადოებასაც, რომ ქართული ოცნება რა შედეგსაც უნდა იმას დაწერს, ასე ვთქვათ, ნებისმიერ შედეგს დაწერს. მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ დაიწერდა საკონსტიტუციო უმრავლესობას. ან თბილისში წააგო ოცნებამ 42-46-ის თუ 4 პარტიას ავიღებთ. აქაც დაიწერდა 47 კი ბატონო. აქ არის ესეთი არგუმენტი, რომ მაშინ არ ჭირდებოდა საპარლამენტო არჩევნებში, ეხლა ჭირდება. რასაკვირველია, გაყალბება იქნება, გაყალბების მოლოდინის არარსებობა იქნებოდა ძალიან ინფანტილური და ასე ვთქვათ გულუბრყვილო წარმოდგენა, ოღონდ გაყალბებასაც აქვს თავისი მასშტაბი და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს ხელისუფლებას ნებისმიერი მასშტაბით შეუძლია გაყალბება, მაგალითად 20%-იანი 20%-იან გაყალბებაზე წამსვლელია და შესაძლოა სწორედ ამდენი პროცენტი დასჭირდეს იმისთვის, რომ თბილისში საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს, არა ეს ასე ვთქვათ არითმეტიკის და სტატისტიკის ამბავია, მაშინ ჩვენ ცხოვრობთ, ესე იგი, ჩამოყალიბებული, ისეთი ჩაბეტონებული ავტორიტარიზმის და დიქტატურის პირობებში. სადაც ახალი არჩევნების მოთხოვნაც კი ალბათ აზრს მოკლებულია. სადაც არჩევნები მართლა აბსოლუტურად ბუტაფორიულია. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ჯერ ავტორიტარიზმს ამ მასშტაბისთვის არ მიუღწევია, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია დაწეროს ყველა შედეგი, რაც მას უნდა. ეს ერთი, რაც ვერ გავიზიარებ და მეორე ასევე რასაც ვერ გავიზიარებ არის ის, რომ ეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისგან ისმის, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა მიუხედავად ნებისმიერი შედეგისა. ესეც მიუღებელია ჩემთვის, ესე იგი თუ არჩევნებში შედიხარ წაგების მოლოდინით და ასე ვთქვათ, მხოლოდ იმ განზრახვით, რომ გარკვეულ ფორმალურ პროცესში მიიღო მონაწილეობა და შესაძლოა
რაღაც მანდატების ძალიან მცირე რაოდენობა მოიპოვა, რომელიც შენი პარტიის წევრებს, ასე ვთქვათ, სოციალური კეთილდღეობის ან თუნდაც პოლიტიკური ძალაუფლების რაღაც მინიმუმს შეუქმნის, ეს არ ვარ გამას ვერაფერ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად იქნება ქვეყანაში არსებული საპროტესტო მოძრაობის ასე ვთქვათ, მომშთობელი. ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან ცუდი იმ პროცესებისთვის, ოპოზიციური პროცესებისთვის, რაც ქვეყანაში მიდის. ეს ორი რამ ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ. თუმცა ის თუ ამის მიღმა ის ორი დათქმა, რაზეც უკვე ვილაპარაკე, შესრულდება, მე ვფიქრობ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ღირს. ყოველ შემთხვევაში ის ვითარება, რაც დღეს გვაქვს. დიანა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და ზოგიერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს არჩევნებში, ეს არის ზუსტად ის სცენარი, რაც ყველაზე მეტად აწყობს ბიზინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. ეს არის იდეალური სცენარი მათთვის, ეს არის ის, ასე ვთქვათ, გზა, რომელიც ქართული ოცნების ძალაუფლებას კიდევ უფრო მეტად გაამყარებს.